მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ პირველ რიგში პირდაპირ იმით, რომ არანაირ შემხებლობაში მამუკა ხაზაძე და ბადრი ჯაფარიძე არ არიან ამ კონკრეტულ სარჩელთან. ეს არის ბობ მეიერის სარჩელი, შესაბამისად ხელისუფლება და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტრო იტყუება, როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ კონკრეტულ სარჩელთან და ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს ერთი, არავითარი კავშირი მათ კონკრეტულად ამ არბიტრაჟთან არ გააჩნიათ. შესაბამისად ესაა ტყუილი. რაც შეეხება ბობ მეიერს, ის ძალიან სერიოზული და ძალიან მაღალი კალიბრის ფიგურა არის და ზუსტად ისეთი ადამიანია, ვინც რომ არა ის უბედური და უბადრუკი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ქვეყანა რუსეთისკენ წაეყვანა, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოსულიყო, არაფერი დიდი არ აშენებულიყო, ადამიანები არ დასაქმებულიყვნენ, ათობით ათასი ადამიანი უნდა დაესაქმებინა უკვე ანაკლიას. ეყოლებოდა უკვე ეს ხალხი ანაკლის მაცხოვანი პორტის პროექტს დასაქმებული. წარმოიდგინეთ, ეხლა სამეგრელოში 20,000-ით მეტი სამუშაო ადგილი რო იყოს, აი ამ წამს. აი ყველამ წარმოიდგინოს ისეთი სამეგრელო 2025 წელს, რომელშიც 20,000-ით მეტი სამუშაო ადგილია. და ისეთი საქართველოს შესაბამისად, სადაც არის 10,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნილი. სადაც ახალი ჭკვიანი ქალაქი არის გაშენებული, ხო? წარმოიდგინეთ ის რამდენ სერვისებს გულისხმობს, ხო? კიდევ რამდენ ლოჯისტიკურ ოპერაციას, რამდენ მიმოსვლას, ახალ გზებს, ახალ ხიდებს, ახალ ენერგიას. აი ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოს და ბობ მეიერი არის ერთი მეტი ისეთი ადამიანი, ვისაც ეს უნდა ექნა. აი ასეთი ხალხი შემოყავდა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ამ ქვეყანაში. მსოფლიო კლასის, ძალიან მაღალი რეპუტაციის, ძალიან მაღალი ხარისხის და სანდოობის და ძალიან დიდი ცოდნის ადამიანები, ვისაც მსოფლიოს მასშტაბით აქვთ ათასობით წარმატებული პროექტი გაკეთებული და იციან როგორ შექმნან წარმატება. აი ამ ყველაფერს შეუშალა ხელი ქართული ოცნების რუსულმა ხელისუფლებამ სულიად მიზან მიმართულად. როგორც შემდგომში უკვე ვნახეთ, ხო აი ფაქტებს შევხედოთ 6 წელი გავიდა. კარგი, მაშინ ხო ამბობენ, რომ ამათმა ვერ გააკეთეს, სრული სისულელეა, არათუ ვერ გააკეთეს, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და მთელი სისტემა დაუპირისპირეს მამუკას, ბადრის და მაშინდელ კონსორციუმს იმისთვის, რომ ვერ გაეკეთებინათ, იმისთვის, რომ ჩავარდნილიყო ეს პროექტი, ეს იყო რუსული დავალება. მაგრამ კარგი ეს გადავდოთ გვერდით. 6 წელი არ გავიდა? ამ 6 წლის განმავლობაში რა გააკეთეს თვითონ? სად არის გემები ანაკლიაში, სად არის ახალი ქალაქი, სად არის ახალი სამუშაო ადგილები, სად არის პერსპექტივა, სად არის ეკონომიკური ზრდა, სამეგრელოს რეგიონში ახლა ხან ვიყავი. საერთოდ ვერ იგრძნობ, რომ რაიმე განვითარებას აქვს ადგილი, საერთოდ ჩავარდნილია. უმნიშვნელოვანესი რეგიონი საქართველოში, ხო? ერთ-ერთი ყოველთვის ისტორიულად ხერხემალი საქართველოში. და არა იმიტომ, რომ მეც მეგრელი ვარ წარმოშობით, ობიექტურად ასე, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობის, ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის რეგიონი აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გაჩერებულია. ნიშანწყალს ვერ იგრძნობ იმისა, რომ აქ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება, ან საერთოდ რამე ხდება. და აი ანაკლია შექმნიდა არნახულ არ ვიცი აქ ამას განსხვავებას კი ნახტომს შექმნიდა, ხო? ისტორიულ ნახტომს და არა მარტო სამეგრელოს და დასავლეთ საქართველოს განვითარების კუთხით, არამედ რეინტეგრაციის კუთხით. იმიტომ რომ აფხაზეთიდან ჩანს ანაკლია. აფხაზებმა იციან ძალიან კარგად იქ რა ხდება მიდამოებში. ანუ ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია და გავაკეთებთ, რომ წარმატების მოდელი შეგვექმნა მართლა ყურის ძირში, ეგრეთ წოდებულ პირობით ხაზს გადმოხმა, რომ სამუშაო ადგილები შეგვექმნა იქ. და იქ დასაქმებული ადამიანები მათ შორის აფხაზეთიდან. ყველაზე კარგი რეინტეგრაცია არის სწორედ და ეს ჩემი ნათქვამი არ გეკონოთ, ხო? რომ შევხედოთ მთელ რიგ მოდელს, მათ შორის ლიბერალურ მოდელს, ხო? ყველაზე კარგი რეინტეგრაციები და ყველაზე მეტი მშვიდობა დგას სწორედ ეკონომიკური ტიპის ჩართულობაზე, ხო? ინტეგრაციაზე, რაღაც საქმეში უნდა გააერთიანო ადამიანები დადებით საქმეში. და ქოცებმა არათუ თავისი დადებითი საქმეები ვერ გააკეთეს, სხვისი ჩაშალეს. და აი, კითხულობ კიდევ ერთხელ 6 წლის თავზე, რატო ვერ არ შემოიყვანეს თვითონ? სად არის ინვესტორი? გასაგებია. ანუ გრიგოლ, თქვენი არგუმენტი მათ შორის იმ მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ ჯობია ამ თემიდან დისტანცირება, ეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გირჩიათ, არის ის, რომ გვაჩვენეთ ინვესტორი, რომელიც მოიყვანეთ თქვენ 6 იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
ვინ არის უკაცრავად? გვარი ბექა ძამაშვილი, სწორედ ის მოგიწოდებს საკითხისგან დისტანცირებისკენ, მაგრამ თქვენი არგუმენტი როგორც ხედავ, თავარი არის ის, რომ სახელმწიფო იყო ვალდებული, რომ შემდგომ პერიოდში განვითარება ეჩვენებინა ანაკლის სპორტის მიმართულებით და რეალურად იქ არავის უნახავს რაიმე ტიპის მოძრაობა და არც ეს სპორტი მუშაობს ახლა და არც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციები გაზრდილა ამ ყველაფრის შედეგად. ანუ ეს არის ამ ორ დავაზე და ორ თქვათ წაგებულ დავაზე მთავარი პასუხები და მთავარი არგუმენტები თქვენი მხრიდან? არანაირი წაგებული დავა არ არსებობს, აქედან დავიწყოთ. აქ საქმე იმაში არის, აქ დღეს თქვით, რომ ამ კონკრეტულ დავასთან მამუკა ხაზარზე, ბადრი ჯაფარიძეს არაფერს საერთო არ აქვს. თუმცა მათ ჰქონდათ თავის წილი არბიტრაჟი. ეხლა მე იმის დეტალებს შესვლას აღარ ვაპირებ, მაგრამ ორი შეხვედრაში ნახეთ დღეს კონსორციუმმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა და ინვესტორებმა, ხო? რეალურად რაც განიხილა არბიტრაჟმა არის სულ სხვა საკითხი. ეს არის სახელმწიფოს უფლებამოსილების საკითხი. ქონდათ ორი უფლებამოსილება სახელმწიფოს შეერჩებინან კონტრაქტი, თუმცა არაფერი დავა არ ყოფილა წაგებული არავის მიერ. ეს უბრალოდ საზოგადოებრივ შეცდომაში არ შევიყვანოთ, ხო? არავის არაფერი არც წაუგია, არც მოუგია, უბრალოდ სხვა საკითხი შეეხო არსებითად ის არბიტრაჟის განხილვა და ის დანარჩენი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური ჩართულობის და სხვა, საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი, იმიტომ არანაირი წაგება არც ერთხელ, არც ახლა და არც უწინ არ ყოფილა. წაგება სად არის იცით? წაგება არის იქ, რომ ვიმეორებ 10,000 სამუშაო ადგილი არ არის დღეს შექმნილი საქართველოში. წაგება არის იქ, რომ ჩვენს ბიუჯეტში არ შედის განუზომად უფრო მეტი სახსრები, რომელიც ხშირ ბავშვებს უნდა მოხმარდეს, მოხუცების უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს, ქალაქების ქალაქებად გარდაქმნაზე ქალაქად დამსგავსებას უნდა მოხმარდეს, განვითარებას უნდა მოხმარდეს. აი ამისთვის უნდა გამოიმუშაოს სახელმწიფო სახსრები, ხო, ბუნებრივია, რომ მე დახარჯოს მათ შორის სწორად შემდგომი განვითარებისთვის, ადამიანების დახმარებისთვის. აი ეგრო ვერ შევძელით. აი სამაგრელოში რომ არაფერი არ იგრძნობა და ინერტულად რო არის მდგომარეობა, ეგ არის წაგება. მამუკა ხაზარიძე და ბადრი ჯაფარიძეს კი არ წაუგია საქმე და ფორმალურად არ წაუგია და არც ერთხელ და არც ბობ მეიერს არ წაუგია არაფერი. სულ სხვა რამე არის ეს არბიტრაჟის кейსი, ხო? საქართველოს წააგო. საქართველოს ჩვენ წავაგეთ. ხო? ყველა მოქალაქემ წავაგეთ. ამ ქვეყნის სამხედრო, ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა რეპუტაციამ და სტატუსმა წააგო. გრიგოლ, სხვა საკითხებს გადავიდეთ, მხოლოდ ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ნახეთ, კი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას, რატომ მოიგო რუსეთმა. რუსეთს აქვს ნოვოროსისკის პორტი, გავახსენოთ საზოგადოებას და რა თქმა უნდა მას კონკურენტები არ სურს და ამავე დროს მას შემდეგ რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩაძირა ანაკლის ვარცხნივანი პორტის პროექტი, დროებით ბუნებრივია, მას შემდეგ რუსებმა ააშენეს ტამანი და გახსნეს ტამანი. ანუ რუსებმა ძალიან დიდი ხეირი ნახეს ჩვენს ხარჯზე. ქართული ოცნების ანტიქართული ხელისუფლების გამოყენებით და ეხლა ამ ხელისუფლებას ესეც მნიშვნელოვანია ელემენტარულად ანაკლიანთან მისასვლელი გზაც კი არ აქვს ბიუჯეტირებული. ანუ იმდანად არაპირებს არაფერს აშენებას, აი მეტი ცხადად როგორ თქვა, გზის გარეშე ამ გაგიგიათ მშენებლობა ამ პროექტი ამ კალიბრის არა, ხო? აი გზა არ არის ბიუჯეტირებული. ანუ საქართველოს ბიუჯეტი არც კი მოიაზრებს იქამდე მისასვლელი გზა როგორ როდის და რა ფულით უნდა ააშენოს. კარგი, გრიგოლ. ეს აჩვენებს ძალიან მარტივად თუ არა გეოპოლიტიკა, რომ არანაირი როგორ ვთქვათ, ინტერესი მათ არ გააჩნიათ ამის აშენების და მე კიდევ ერთი მინდა დავამატო იმაზე, რომ აი ახლა ჩვენ ვნახეთ ზანგეზურის შეთანხმებას ეწერება, ხო, ხელი ეს არნახული რაღაც ხდება, როდესაც 34 წლიანი კრიზისი დადებითად წყდება და ამ შანსს იყენებს ამერიკის ჩართულობით, აქ უნდა ვთქვა, უპირველეს ყოვლისა. და ამ შანსს იყენებს როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი და ყველა დაინტერესებული მხარე. აი ჩვენ სად ვართ ამ დროს? აი ტრანზიტული გზა, ტრანზიტი როგორც ხსნა, ჩვენი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა 34 წელია ეს გვაკარია პირზე სიხარულით, სწორადაც. და აი ახლა რომ ამას გვაცლიან, ჩემო ძვირფასო ქართველებო, აი სულ მალე ეგეც აღარ დაგვრჩება და საერთოდ ინერტულ ჭაობად გადაგვაქცევენ და არც ანაკლია გვექნება, არც ტრანზიტული გზა გვექნება, არც ფუნქცია გვექნება. და საერთოდ საგარეო პოლიტიკური ნება საერთოდ აღარ გვაქვს, ხო? აი სუვერენული ხმა წარქმეული გვაქვს. ამ საკითხებზე დავფიქრდით, რომ ეს ეხება ყველა ქართველს აბსოლუტურად განურჩევლად პარტიულ პოლიტიკური მწამსისა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა იძირება ძალიან სწრაფი ტემპით, ძალიან
ცუდ ჭაობში. ერთი საკითხი ასევე მინდა მოვასწრო თქვენთან დარჩენილ დროში სხვა სტუმარიც გველოდება. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ჩვენ მაყურებელი არის ინფორმირებული იგივე მეგობარაკთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები, ორი, ასე ვთქვათ, სენატორის პოზიცია რჩება და ისევ დაბრუნდება დიდი ალბათობით იგივე რეჟიმში აღნიშნული მეგობარი აქტის განხილვა, თუმცა ხშირად სპეციალისტები, ანალიტიკოსები, ვინც ამ პროცესს აკვირდებიან, ამბობენ, რომ აი შესაძლოა ეს საერთაშორისო ინსტრუმენტია, ხო, იგივე სანქციაც გუშინ მაგალითად ჩვენს ეთერში ამბობდა კოალიციის წარმომადგენელი, რომ აი 15 პირის სია გამზადებულია და სექტემბერში გამოქვეყნდება მათი ვინაობა, ვინც დასანქცირდება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. მაგრამ ამის გათვალისწინებით შესაძლოა ეს ინსტრუმენტები არ იყოს ეფექტური, თუ არ იქნება ქვეყნის შიგნით სისტემის რყევა, რაზეც თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე. აი ეს პროცესზე რა ხედვა გაქვთ თქვენ, მათ შორის იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვესმის ახლა ბოლო დღეების განმავლობაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ხო? აი დღეს ვნახეთ რა თქვა პაატა ბურჭულაძე, მიქამდე რა თქვა ხაბეიშვილმა, თინა ბოკუჩავას ბრიფინგი რას მიეძღვნა და ასე შემდეგ. აი რა არის ლელო ძლიერი საქართველოს პოზიცია ამ სურათის გათვალისწინებით? ხო, მე არ ვაპირებ სიმართლე გითხრათ, სხვების პოზიციებზე ბევრ საუბარს, ნაკლებად ვინტერესდება გულწრფელად გეტყვით, აი რაღაცა ჩემთვის გაუგებარი. ხო, ეს შესაძლოა მიზნის მიღწევის საკითხს მკვეთრად ეხებოდეს გრიგოლ და ეს როგორც წესი ოპოზიციისთვის არის ხოლმე ხელისუფლების გაშვება ძალაუფლებიდან, ამიტომ ყველასთვის ვფიქრობ საინტერესოა. კი, რა თქმა უნდა, თავარი მიზანი, რაც უნდა გამოწვევდეს, გამოწვევებს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ჩამოშორება, იმ მავნებელი დე-ფაქტო ხელისუფლების ჩამოშორება, რუსების გაგდება მართლობის სადავეებიდან. ჩვენ ძალიან კაფიო და პრინციპული ხედვა შევთავაზეთ ყველა კოლეგას. მათ შორის ერთობა ამ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ შესული. და ჩვენ გვქონდა და გვაქვს ყველა მტკიცებულება და სამხილი იმის სათქმელად, რომ ერთობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან რეზულტატებს მივაღწევთ მთელ რიგ წერტილებში. სამწუხაროდ ამ ეტაპამდე ეს ერთობა არ არის შემდგარი, თუმცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო იმისათვის, რომ უფრო პროდუქტიული საქმით დავკავდეთ ყველანი ერთად, ვიდრე არის ეს რაღაც ჩემთვის გაუგებარი გულწრფელად გეტყვით კალენდრული განხილვები, ვინ ესე იგი 30 აგვისტოს აპირებს რაღაცას და ვინ 4 ოქტომბერს და ასე შემდეგ. მე ეს არ მგონია მთელი პატივისცემით კოლეგებისადმი, მე მგონია არასერიოზული. აი წარმოგიდგენთ მოქალაქე რომ უყურებს ამ პოლემიკას. ნაცვლად იმისა, მას ელაპარაკო გარდა ამ პოლიტიკური კრიზისისა, გარდა მიტაცებული სახელმწიფოსი, გარდა ქვეყნის რუსიფიკაციისა, ნაცვლად იმისა, მას ელაპარაკო ფასებზე, სოციალურ პრობლემებზე, ემიგრაციაზე, უმუშევრობაზე, სიღარიბეზე. ეს ერთმანეთს გამორიცხავს გრიგოლ, აი ხშირად ადისტანცირებთ ხოლმე ამ საკითხებს, რომ აი მოდი ფასებზე ვილაპარაკოთ. ერთმანეთს არ გამორიცხავს. არა, მე ხო არა, ძალიან. არა, ნაცვლად იმისაო, თქვენ ახსენეთ და ამიტომ გითხარი გრიგოლ. არა, ნაცვლად იმისას მე არ დამთავრებია, მაგიტომ პირიქით, მე ორივე ჩამოვთვალე. ეგეთ საკითხები ერთმანეთს არ გამორიცხავს. ჩვენ მაგიტომ ვართ იმ კამპანიაში, რომელშიც ვართ. ზუსტად ამაშია საქმე. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ამებზე ელაპარაკო, შენ რო ელაპარაკები, ვინ 4 ოქტომბერს აპირებს რაღაცა, იმას აქვია, რაღაცის წესად დაანონსებულ ამბავს და ვინ აპირებს 20 აგვისტოს, აი ეგ მგონი არასერიოზული. თორე ეს საკითხები, ყველაზე დიდი ეროვნული საკითხები, რაც ჩამოვთვალე და შემდეგი საკითხები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მასშტაბისაა, მაგრამ არ არის თქვა პოლიტიკური კრიზისთან პირდაპირ მასში, ხო? ეგენი არ გამორიცხავს ერთმანეთს. საერთოდ არ გამორიცხავს მეტიც ერთმანეთს და პოლიტიკის კეთება ჩვენ გვესმის როგორც ამ ყველა საკითხზე, ამ ყველა ბრაზზე, ამ ყველა როგორ ვთქვათ, ყველა სკეპტიციზმზე და ყველა იმ ძალიან დიდ მუხტზე, რაც საზოგადოებაში არის დაგროვებული, ამაზე აქცენტირებას. და ეს არის ზოგადად მარტო არც ერთი პროტესტი და არც ორი პროტესტი, ძალიან დიდი ეროვნული პროტესტი არის ქვეყანაში, რომელსაც უნდა მივცეთ პოლიტიკური გამოხატვის ინსტრუმენტი. და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს ბრძოლა, მაგრამ ეს საკითხები ერთმანეთს კვეთს გრიგოლ, აი ცოტა დრო გვაქვს ძალიან, ამიტომ ეს საკითხები ინტერესის თვალსაზრისით კვეთს ერთმანეთს. აი რაღაცის კალენდრული დავები, არასერიოზული ეგ დავები, ჩემთვის პირდაპირ გეტყვით, არასერიოზული. დავა არა, აქ დავაზე არ არის საუბარი, თვითონ იდეაზეა საუბარი. როგორ ფიქრობ, მთავარი მიზანი ხო ივანიშვილის გაშვებაა ხელისუფლებიდან. ამ მიზანის ხელი შეშლა ხდება იმით თუ თქვათ თქვენ პროცესს გაყვებით ქუჩაში ადამიანები იქნებიან შეკრებილები ამ დღეს პირობითად ვამბობ, აი თქვენი მხრიდან მიზნის მიღწევის თვალსაზრისით როგორ დაინახეთ ეს საკითხი? არა, სულ პროტესტში უნდა ვიყოთ, რაც მეტი შევიკრიბებით,
არა, რატო? რაც მეტი შევიკრიბებით, რა ვიცი, 4 ოქტომბერსაც და იქამდეც მით უკეთესი. სულ უნდა შევიკრიბოთ, სულ უნდა ვიბრძოლოთ, სულ უნდა დავაზარავოთ და დავაზიანოთ ეს სისტემა, ეს გაუთავებლად ასე უნდა იყოს, ვიდრე არ მიექცევა ახალი საპარლამენტო არჩევნები. მე სხვა რაღაცას ვამბობ, მე საფრთხილო ხელისშეუხლება პირიქით. ჩვენთვის ეს კამპანიაც არის პროტესტის ველი, ჩვენთვის ეს კამპანიაც არის მეტი და მეტი საპროტესტო ხმის შექმნის პროცესი, თუ პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ. ივანიშვილს უნდა რომ პოლიტიკა მოგვდეს და დამთავრდეს. ესე იგი აპრიორი მე უნდა მინდოდეს, ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ არ მოგვდეს, ხო? იმიტომ იმას რაც უნდა, ჩვენ სხვა რამე უნდა გვინდოდეს, ხო შეიძლება ჩვენც იგივე გვინდოდეს. და ამ კაცს უნდა და ნათქვამი აქვს, რომ მისი მიზანი არის პოლიტიკური პროცესის მოკლა ამ ქვეყანაში. ისე რომ კარგი და ცუდი პოლიტიკა იყოს, საერთოდ არ უნდა იყოს. მისი ამოცანა არის საერთოდ არ იყოს პოლიტიკა ამ ქვეყანაში და ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა არის რომ ძალიან ბევრი და ძლიერი პოლიტიკური პროცესი იყოს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ყველას უსურვებ თავთავიანად გადაწყვეტილებაში წარმატებას. ჩვენი საქმე გვაქვს, მივყვებით ამ საქმეს, თუ შემოგვიერთებიან ამ საქმეში ძალიან გაგვეხარდება, თუ არ შემოგვიერთებიან, ჩვენ მაინც გავაგზავნებთ და ვიბრძოლებთ მთელი ძალით და მთელი ენერგიით. უბრალოდ მე ერთი არ მესმის, აი, არის ერთი გზა, ვთქვათ, ამ გზით ბრძოლა, ერთი ტვეტი ბრძოლის შექმნა, არის იქით მეორე გზა, რაღაცა წინასწარ დაანონსებული ამბებისა და არის კიდე, იცით, რაღაცა შუა გზა, რომელიც არც ისო და აი რაო ვერ გავიგე. აი, მაგაზე ვფიქრობ ხოლმე მე ჩემთვის, რომ აი, რაზე არის მან საუბარი, მაგრამ ასე თუ ისე ნახეთ, ჩვენთვის საქართველოში მთავარი არის ბრძოლა და პოლიტიკურ პრობლემებზე მუშაობა ჩვენს ხალხთან ერთად. და ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ აი 66% ვინც არის ამ ქალაქში ოპოზიციური, მოვიყვანოთ არჩევნებსა და მივახციოთ ძალიან დიდ და დამაჯერებელ გამარჯვებას ერთად. კარგი, მადლობა გრიგოლ, დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აი მათ შორის ამ 9% თემას და ასე შემდეგ უფრო ღრმად გავყვეთ. ეხლა დაგემშვიდობები, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით ჩვენს ეთერში. გრიგოლ გეგელია საუბრობდა და ეხლა დავიწყებ ლაპარაკს